ხელისუფლებას არ უნდა რომ ოპოზიციურმა მედიამ, დამოუკიდებელმა მედიამ და ჟურნალისტებმა ილაპარაკონ, რაც მართლა პრობლემა არის და აი სულ პრობლემა თუ არის ქვეყანაში მაგალითად სიღარიბე, ბავშვები რო სკოლაში ვერ დადიან და საჭმელს ვერ ჭამენ. ყველაფერს აბრალებენ ან გლობალურ რომის პარტიას, ან deep states, ნაციონალურ მოძრაობას, ყველაფერი, ანუ ივან რეჟიმის მიხედვით, რაც ცუდი ხდება საქართველოში, ეს არის ყველაფერი deep state-ის დამსახურება, მთავრობა არაფერ შუაშია. ის მეთოდები, რომელსაც ახლა ისინი იყენებენ, ჩვენ გვაქვს ნანახი ბევრი წლის წინ. მე ახალი ამბების კორესპონდენტი ვიყავ ბევრი წლის განმავლობაში და როდესაც ჩავდიოდით ხოლმე მაგალითად ბელორუსში არჩევნების გასაშუქებლად და ვუყურებდით აი სისასტიკეს, რასაც დღეს ჩვენთან ვხედავთ. ვუყურებდით აი რაღაც წარმოუდგენელ სისულელებს, რომელსაც ლაპარაკობდნენ და გამოგონილი რაღაცა რომ ევროკავშირს უნდა რომ შეიჭრას ბელორუსში ჩვენი სუვერენიტეტი ხელყოს დაგვიპყროს თუ რაღაცა ის რაღაცებს რო ყოფილა ხოლმე ლუკაშენკო, როდესაც ვუსმენდი ხოლმე, სულ მეცინებოდა რომ აი ეს როგორ შეიძლება ვინმე დაიჭეროს, ხო? მაგრამ ბევრი წლის მერე, რა ვიცი, 10-12 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დადგა ის ვითარება, რომ ზუსტად ასეთ სისულელეებს ლაპარაკობენ ჩვენთან, რომ თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელიც მათ გამოიგონეს. ვიკიპედიაზეც თვითონ დაწერეს. კი ბატონო, ანუ მათ გამოიგონეს რაღაც გარკვეული გლობალური ომის პარტია, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. შემდეგ მისცეს უფრო მეტი შეთქმულების თეორია, რომ ესენი არის რაღაც გარკვეული მასონების მსგავსი ელემენტები და შემდეგ შექმნეს კიდევ დამატებით ამ ყველაფერს დაუმატეს, რომ აი ეს გლობალური ომის პარტია და deep state რაღაცა სახელმწიფო თუ რაღაცა ეს ყველაფერი ერთად, მოკლედ ყველა მათ ებრძვის